თბილისი Open Air-ისა და Redcos ერთობლივი აქცია კონცერტი ქალაქ რუსთავში პროევროპელი აქციის მონაწილეებისა და რეჟიმის პატიმრების მხარდასაჭერად. ღონისძიების ორგანიზატორები სრულად იზიარებენ საქართველოში მიმდინარე პროტესტის ორ უმთავრეს მოთხოვნას: ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. შემოსული თანხა რეჟიმის პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად გადაირიცხება. Რატომ შევიკრიბეთ? ეს არ არის ჩვეულებრივი კონცერტი, საერთოდ კონცერტი არ არის, არის აქცია, სოლიდარობის აქცია და კომპანია Redcom და თბილისი Open Air-მა სულ რაღაც 2 კვირის წინ, ასე ვთქვათ, გაჩნდა ეს იდეა, რომელიც გაჩნდა ეს სოლიდარობის ენერგეტიკა. თავარი, ვინც ამას ეთანხმება, ისინი არიან აქ. რა თქმა უნდა, მარტო ეს ხალხი არ არის ძალიან ბევრი ვართ 100,000-ობით, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ეს სათქმელი გაჟღერდეს სხვა წერტილებიდან და გაჟღერდეს რაღაცა კიდევ სხვადასხვა ფორმით ამ შემთხვევაში დღეს რუსთავში და ეს რაღაცა შეიძლება გახდეს მაგალითი იმისა რომ სხვადასხვა ქალაქებში ეს სიტყვა ითქვას. მნიშვნელოვანია რომ ვიყოთ ბევრი, აქ არ ამგონია რომ ბევრი კითხვა იყოს საჭირო. მოთხოვნა არის ყველასთვის მარტივად გასაგები, ყველა ადამიანი რომელიც უკანონოდ არის დაპატიმრებული, უნდა იყოს თავისუფალი. ჩვენი მიზანია რომ ვიყოთ ევროპულები და ზოგადად 100 კილის გუნდი ყოველთვის ამ პოზიციაზე ვიყავით და თავისუფლება პატიმრებს, ახალი არჩევნები გვჭირდება ძალიან მალე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობ მხატვრებთან ერთად, რომლებიც მზად არიან რომ საკუთარი ნამუშევრები უსასყიდლოდ გაიყოთ სოლიდარობა საპრობილეში მყოფი ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან გმირები და ვფიქრობ რომ ჩვენი ვალდებულება გავამხნევოთ, დავაფასოთ. დღეს ისეთ ბრძოლაში ვართ ყველა ერთად ჩართული, რომ ერთად ყოფნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დღევანდელი ეს კონცერტი მართლაც ესე თქვათ დღესასწაულია ჩვენთვის, იმიტომ რომ დიდი ხანია ვამბობთ სათქმელს უერთდებით ამ მთავარ პროტესტს და როდესაც მუსიკით ამბობ და გეძლევა მის საშუალება, ეს ნამდვილად კიდევ ერთი გამარჯვებაა ჩვენთვის.